2008 წლის შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მეორე ქვეითი ბრიგადა საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად საავტომობილო კოლონით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, როდესაც შინდისის რკინიგზის სადგურთან ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. შეტაკებებისას ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს მცირე საბრძოლო რესურსი ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეებს დიდი ზიანი მიაყენა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისში შეერაღებული დაპირისპირებების ადგილზე დამონტაჟებულია შინდისის გმირების პორტრეტული მონუმენტი და ამავე ტერიტორიაზე განთავსებულია წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესია. შინდისის გმირების შეტაკების ადგილას დღეს დილიდან იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები. უდიდესი საქმე გააკეთეს და თავი შეწირეს ამ გმირმა ბიჭებმა ჩვენს სამშობლოს. ნათელი დაადგეთ მაცულეს, მაცდა დაყრილი მიწაფსუბუქი ყოფილიყოს თანატოვარი დალოცოს ღმერთად. აცი ყველა მიცის რომ ომის შეწყვეტის ბრძანება იყო უკვე მე შვილს დავეძებდი გორის სამხედრო პოლიციასთან ვიყავი და რომ გავიგე 10 საათზე რომ ბილეთისა შეწყდა მე ვთქვი ღმერთო დიდებულო გვეშველა მითხრა ნუ მოდიხარო ჩვენო მალე გამოვდივართო და დაბრუნდი უკან სურამში გავჭერდი სურამში დაუსტი მეთქი ხო და მოხდა ის რაც მოხდა მამაც სურად იბრძოდა თავდადებით ბოლო ხელყუმბარა ქონდა მისთვის შემონახული როგორც ვიცით რომ ტყვედ არ ჩაბარდებოდა და ისედაც თავიდან ვიძახოდა მე ტყვედ არასოდეს არ ჩავბარდები მირვა შეეწირა რა თქმა უნდა თავის ქვეყანას თავის მეგობრებს თავის სამშობლოს ნამდვილად საამაყოა მაგრამ ძალიან მტკივნეული დღე არის 17 წელი ტკივილიანი ყოველი დღე ტკივილით ახსავსე ჩვენი ოჯახისთვის 17 წელი რო გავიდა ესე მგონია რომ 2-3 დღის უკან მოხდა ეს ყველაფერი რა ისე მიმძიმს და მიჭირს აქამოსვლა რომ მეტი რო არ შეიძლება გორის ერთ-ერთ თავშეკრეს რაიონში უნდა მივსულიყავით და აი აქ მიმდებარე ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ეს ახლო ჩასაფრება რა საიდანაც ის გასულა და ის აღარ გვაცალეს რა ჩვენ ზურგს უკან 2 ტანკი იყო იმათმა ამოქმედა და ესენი იყვნენ აქ განლაგებულები რა მე როდესაც დავიჭერი 2 დღე-ნახევარი ვიყავი არხში ჩაგდებული გარდაცვლილ ბიჭებთან ერთად 2 დღე-ნახევარით 13 აგვისტოს უკვე ადგილობრივმა მოსახლეობამ გარდაცვლილ ბიჭებში რო ეძებდნენ იქნებ ვინმე დაჭრილი ყოფილიყო აი მაგ სიტუაციაში ვნახე ნიკ მესამე დღეს მაშინ როდესაც რუსეთმა მუხანათურად ჩასაფრებით შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ გააკეთა ის რაც გააკეთა შინდისში და ჩვენმა მებრძოლებმა ერთი თვალი არ დახუჭეს ამ ბრძოლაზე და ბოლომდე იბრძოლეს რა თქმა უნდა ეს არის კიდევ ერთი იმის მაგალითი თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და კიდევ ერთი შეხსენება იმისა თუ რა ავალდებულება გვაქვს თითოეულ ქართველს ქვეყნის მშვიდობიანად გამთვლიანებისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრე მათი გმირობის წინაშე. 17 წლის თავზე ჩვენ ბუნებრივია კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ყველა ჩვენი გმირის ხსოვნას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩვენ ცდილობთ რომ შევქოთ ისეთი საქართველო, რომლისთვისაც ეს ადამიანები დაიღუპნენ, რომლისთვისაც მათ დათმეს ყველაზე მეტი საკუთარი სიცოცხლე. მე ვფიქრობ ძალიან დიდი ტრაგედია და სირცხვილია რომ 17 წლის თავზე ამ ქვეყანას მართავს დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც ამბობს რომ საქართველოს დაიწყო ომი, აი ამ ბიჭებმა დაიწყეს ომი, რომელიც საქართველოს მიერეკება იზოლაციისკენ. შინდისის გმირების შეტაკების ადგილას იმყოფებოდნენ დღეს ქართული ოცნების ლიდერები. ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომის დაწყებას კვლავ ყოფილ ხელისუფლებას აბრალებს. ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა, რომ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს უხსნიდნენ, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი. სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ რეალურად სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. 2018 წლამდე ამ რეჟიმის წარმომადგენლები და ამ პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს მოხდა ასეთი რაღაცა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა
განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ და მან მისცა ერთგვარი საბაბი ამ პარტიას, ნაცმოძრაობას, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ, მაშინ იყო რთული პერიოდი, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის შიგნითაც ქართულ ოცნებაში არ იყო მარტივი ვითარება და ჩვენ გაგვიჭირდა სალომე ზურაბიშვილის დაცვა მაშინ, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა, ხო? ამის შემდეგ გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადების გამო გამოაცხადეს მოღალატედ და დღემდე ალბათ ძალაშია. მათი ეს პოზიცია არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, როგორც არის. მე მინდა გავიხსენო, მე მინდა გავიხსენო 2018 წელი, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი გააკეთებდა ამ განცხადებას სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენ ქონა შეკრება, მაშინ ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და ჩემს კაბინეტში გამართა ეს შეხვედრა, ვიყავით მე, სალომე ზურაბიშვილი და პიარის ჯგუფის წარმომადგენლები, სადაც გავდიოდით, ასე ვთქვათ, პრობლემურ საკითხებს, რთულ საკითხებს უпроსორად და ერთ-ერთი კითხვა დაუსვით სალომე ზურაბიშვილს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პასუხი ექნებოდა მას შეკითხვაზე ომის დაწყებასთან დაკავშირებით, რაზეც მან გითხრა, რომ რაც იყო სიმართლე, იმას იტყოდა, რომ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც ჩვენი რჩევა იყო, რომ შედარებით რბილად გასულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მან დაგვიდასტურა, დამშვიდი, თუმცა მეორე დღეს მან გააკეთა ხისტად განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ მიზეზი უთხარით, რატომ არ იყო მიზანშეწონილი მომენტში მისი მხრიდან ომის დაწყების თაობაზე განცხადების გაკეთება, გუნდის შიგნით ჰქონდა პრობლემები, Deep State-ის აგენტურა იყო მაშინ 2018 წელს ქართული ოცნების გუნდში გახარიას არა გულისხმობ ამ შემთხვევაში დეპუტატებს 10-ზე მეტი დეპუტატი იყო ჩანერგილი მაშინ ჩვენს გუნდში და ასეთ ვითარებაში ჩვენ გაგვიჭირდებოდა სალომე ზურაბიშვილის დაცვა და გარდა ამისა მას უთხრით რომ მთელი საარჩევნო კამპანიას აიგებოდა ამ თემაზე რაც არ იყო ჩვენთვის მიზანშეწონილი ის დაგვირდა რომ სხვანაირ განცხადებას გააკეთებდა თუმცა საბოლოო ჯამში თქვა სიმართლე პირდაპირ ფორმით და განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რომ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა 2018 წელს პირველად განაცხადა ნაცმოძრაობამ რომ მათ არ დაუწყიათ ომი. მანამდე არც ერთხელ არ გაუბედავთ ამის თქმა. რატომ? იმიტომ რომ ყველას გვახსოვდა რაც მოხდა. 2008 წელს ომი როგორ დაიწყო. რა ხდებოდა 2008 წლის დილიდან, როდესაც გვიცხადებდა ჩვენ პირადად სააკაშვილი გვიცხადებდნენ იაკობაშვილი, ლომია და სხვაები რომ ისინი იღებდნენ სოფელ-სოფელზე დასახლებაზე ისინი ათავისუფლებდნენ ცხინვალის რეგიონს, რუსები კარგად იქცეოდნენ და სეპარატისტები იყვნენ ცოდები და ეს შემდეგ. ეს ხო ყველას გვახსოვდა. ამიტომ 2018 წლამდე ვერ ბედავდნენ საპირისპიროს თქმას და 2018 წელს გადაწყვეტეს რომ თურმე არ დაუწყიათ ომი 2018 წელს ასევე გადაწყვეტეს რომ ომი დაიწყო თურმე არა 8 აგვისტოს არამედ 7 აგვისტოს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის სირცხვილი ფაქტი არის ერთი ფაქტი არის ის ტყუილია წვდები ახაც მიმდინარეობს მაგრამ ჩვენ მიკროფონები დაწია 2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ცალსახად ის იყო გაყალბებული გზით დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე და გაყალბებული გზით დარჩენილმა მოღალატემ უცხოელმა აგენტმა 2008 წელს შეასრულა დავალება და დაიწყო ომი. მიხეილ ყაველაშვილმა გმირთა შეტაკების ადგილას განაცხადა რომ ისინი საქართველოს არ ადანაშაულებენ ომის დაწყებაში. ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ. თითოეული საქციელი, როგორც დღეს აღნიშნავთ, ამ ბიჭების თითოეულ გმირობას და ეს არ უნდა იყოს დავიწყებული თითოეული ქართველისთვის. მით უმეტეს ამ გმირობის მაგალითზე, ყველა ჩვენთაგანს თუ შეიძლება ნეფსით უნებლიეთ, შეიძლება გამიზნულად, რომ ჩვენ ვერ დავიცავით და ჩვენ ვერ უზრუნველყავით, რომ მოქცეულიყავით ისე როგორც შეეფერება საქართველოს ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჩვენს წინამორბედებზე. მაშინდელ ხელისუფლებაზე თუ გაურკვეველი კითხვები დატოვეს თუ რატომ მოიქცნენ ასე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ გავასწრებ მოვლენებს რადგან ვარ საქართველოს პრეზიდენტი დაველოდოთ საბოლოო გამოძიებას ჩვენ რუსეთის გეგმებზე მელაპარაკები ჩვენ ხელისუფლებას ეხლა მე ჩვენი ხელისუფლება რო ავდგეთ და დავიწყოთ საომარი მოქმედებები ეს გაამართლებს იმას რომ რუსეთის გეგმა აქვს და რატო გინდათ რომ რუსეთი შემოიყვანოთ იმ საკითხში რომელსაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ლეგიტიმური კითხვა იმ ხელისუფლებასთან. განცხადება ასევე გააკეთა შალვა პაპუაშვილმა და თქვა რომ არა მარიონეტული რეჟიმი ომი არ იქნებოდა. ყველა ბრძოლაში ქართველი მებრძოლი შედის როგორც დიდგორში და ეს გვაჩვენეს მაშინ
შინდისის გმირებმა 17 წლის წინ. ამავე დროს ეს გვაჩვენებს ასევე რომ ყოველ ბრძოლას არ ყავს დავით აღმაშენებლის მსგავსი პატრიოტი მთავარსარდლები და ამასაც გვახსენებს ჩვენ რომ არა ის მარიონეტული რეჟიმი რომელიც 17 წლის წინ იყო ეს ომი არ იქნებოდა. შეიძლება არ ყოფილიყვნენ გმირები, მაგრამ იქნებოდნენ თავის ოჯახთან, თავის შვილებთან, თავის მეუღლეებთან და ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლა. როდესაც ყავს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ქვეყანას უდგას სათავეში, რა თქმა უნდა, შემდეგ ესეთი რეჟიმები მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით, არამედ სხვა ქვეყნების და სხვა ჯგუფების ინტერესებით და ასეც მოხდა 17 წლის წინ სააკაშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა გეოპოლიტიკურ დიდ საჭადრაკო დაფაზე საქართველოს პაიკად გამოაყენებინა. აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებენ ქუთაისში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია აღარ მალავს, რომ რუსულ საქმეს აკეთებს. მათი შეფასებით, ყველა ის განცხადება, რომელიც საქართველოს ომის დაწყებაში დადანაშაულებისკენაა მიმართული, არის ანტისახელმწიფოებრივი. ქართული ოცნება უკვე დაუფარავად და ღიად დაიწყო იმ კარტების გახსნა, ესე რომ ვთქვათ, რეალურ რასაც წარმოადგენს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის განცხადება, ჩვენ რაც მოვისმინეთ გუშინ იყო ღია დაღიარება იმისა, რომ ქართული ოცნება წარმოადგენს რუსულ ზავას საქართველოში, ისაუბრო გმირებზე და იმ ადამიანებზე, რომელსაც დღეს ჩვენ მოგვიტანეს ქართველობა, შეგვინარჩუნეს ამ ქვეყანას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ესეთი ტონით, ესეთი დამოუკიდებლობით საერთოდ მიუღებელია. თუ ქართული ოცნება უკვე ღიად პრორუსული ძალაა, ამას უკვე მტკიცებაც აღარ ჭირდება, რჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოსავალი, ის აქციები, რომელიც 250 დღეზე მეტია საქართველოში მიმდინარეობს, უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე, ლოგიკური დასასრული არის კი ის, რომ რიგარეში არჩევნები ჩაინიშნოს ამ ქვეყანაში, რომელიც საშუალებას მისცემს ქართულ ხალხს, აირჩიოს დასავლური, გამჭვირვალე და ხალხზე მზრუნავი ხელისუფლება. ეს განცხადებები არის ანტისახელმწიფოებრივი და მიზნად ისახავს ფაქტიურად, რა ვიცი, რუსულ წისქვილზე წყლის დასხმას. ჩვენ ნახეთ კიდეც მარია ზახაროვას განცხადება, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ რუსები მაშინ მართლები იყვნენ, როდესაც შემოიჭრნენ საქართველოში და ფაქტობრივად მოახდინეს ტერიტორიის ოკუპაცია, აღიარება და უამრავი ადამიანი დაგვიხოცეს და წარმოუდგენელი ტყივილი მიაყენეს ზოგადად ამ ქვეყანას, ხო? რა თქმა უნდა, ეს განცხადებები ემსახურება იმ პოლიტიკას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ან რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს ქართული ოცნება და მათი მთავარი მიზანი არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე თითქოს და ამ ტყუილებით მოახდინოს გავლენა. ეს არის რუსული ნარატივი და ისინი ერთ-ერთში იმეორებენ იმას, რასაც რუსები ამბობენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ რუსები, ანუ პირადად პუტინი არც მალავს იმ ამბავს, რომ ეს იყო მათი მხრიდან ინსპირირებული, მათ ჰქონდა თავისი ეგრეთ წოდებული საშინაო დავალება, გეგმად შემუშავებული, თუ როგორ უნდა მოეხდინათ ეს კონფლიქტი და მიიყვანათ ბოლომდე მათი განზრახვები. მაგრამ მიუხედავად ამისა, რატომღაც ქართულ საზოგადოების ნაწილს, ოცნების, ესე ვთქვათ, რიტორიკა ამას მოწევს, რომ უნდა რომ დააჯერონ, რომ თითქოს საქართველოს დაიწყო ომი და რაც რა თქმა უნდა აბსურდია. ჩვენ თავს ვიცავდით, ჩვენ თუ რამეს ვიტყვით, ანუ პრობლემას, ვფიქრობ, რომ აი ეფექტურ თავდაცვაზე შეიძლება ვთქვათ და გაკვეთილები ვისწავლოთ, რომ რა იმუშავა, რა არ იმუშავა, რა შეიძლებოდა დავუშვათ უკეთ საბრძოლო დავალების დროს, ანუ გავს რაღაცაზე, რომ შემოსული მტერი როგორმე გაგვენეიტრალებინა. ეხლა ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, უბრალოდ სირცხვილია. და სირცხვილია იმის თქმა, რომ თითქოს ვიღაცის პიარის გამო დაიღუპენ ის გმირები, ხო? არა, ეს გმირები დაიღუპენ იმისთვის, რომ რუსები მოდიოდნენ და ჩვენ ვიცავდით ჩვენ მიწას. ეგ არის სიმართლე და ეს სიმართლე დამტკიცებულია. ცნობისათვის ქართული ოცნების ლიდერები 7 აგვისტოდან აცხადებენ, რომ ომი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა Deep State-ის დაკვეთით დაიწყო.
ქართულმა ოცნებამ ქუთაისში მერობის კანდიდატის დავით ერემეიშვილის ბანერი განათავსა და ის დღეს მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის მოვალეობას ასრულებს. ის ამ თანამდებობას მას შემდეგ იკავებს, რაც იოსებ ხახალეიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თანამდებობა დატოვა. რეგიონებში მერების კანდიდატურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ. თითოეული კანდიდატი იქნა შერჩეული საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად, ეს არის კეთილსინდისიერება, ეს არის პროფესიონალიზმი და მე ვფიქრობ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველყოფთ ჩვენს რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში, თითოეულ მუნიციპალიტეტში. ჩვენ ხედავთ, რომ ეს არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში, არიან შედარებით მცირე პარტიები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება და ხედავთ უკვე როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ცესკოს ინფორმაციით არჩევნებში მონაწილეობისათვის 17 პარტია დარეგისტრირდა, მათ შორის არიან ლელოსა და გახარია საქართველოს პარტიები. საქართველოში 8 ოპოზიციური გაერთიანება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი და სამოქალაქო სექტორი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნას მოითხოვს. ამ მოთხოვნით 250 დღეზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები დღეს წარუდგინა. უკვე ოფიციალურად ცნობილია ვინ და ვინ იქნება ქართული ოცნების მერობის კანდიდატები იმერეთის მუნიციპალიტეტებში. 12-დან 9 მუნიციპალიტეტში პარტიამ კანდიდატად მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელი წარადგინა. 2 მუნიციპალიტეტში ბაღდადსა და ზესტაფონში მერობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეები. ერთ მუნიციპალიტეტში ტყიბულში კი ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატად დავით კუბლაშვილი წარადგინა, რომელიც პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარმოადგენს 12-დან 9 მუნიციპალიტეტში. ესენია ქუთაისში დავით ერემეიშვილი, საჩხერეში ლევან ივანაშვილი, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხარაგაულში კობალ ურსმანაშვილი, თერჯულაში მანუჩა რობაქიძე, მანში ალექსანდრე გოგორიშვილი, სამტრედიაში დავით ბახტაძე, ხონში ლადო ჯურხაძე, წყალდობოში გენადი ბალანჩივაძე. ბაღდადში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდადის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, ზესტაფონში ასევე საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ვახტანგ გაღამბაშიძე, ხოლო ტყიბულში დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე იყო ჩვენი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში. დარწმუნებული ვართ, რომ ყველა კანდიდატი, უკლებლივ ყველა კანდიდატი მოიგებს არჩევნებს შესაბამის მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა არის ცხადი, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. კვლევებიც ადასტურებს იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური და რეალისტური ამოცანა. ბუნებრივია, ჩვენი საარჩევნო შტაბი პარტია იქნება თავიდან ბოლომდე მობილიზებული იმისათვის, რომ ამ შედეგს მივახციოთ. წარმატებებს უსურვებ კიდევ ერთხელ 63-ვე მერობის კანდიდატს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ბიუროს გადაწყვეტილებით პირველი მოადგილე გია ბასილაძე შეასრულებს. უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა ირაკლი შენგელიას, რომელიც ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. ირაკლი შენგელიამ აღნიშნული პოზიცია მას შემდეგ დატოვა, რაც დადასტურდა, რომ ქართული ოცნება ქუთაისში მერობის კანდიდატად მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ერემეიშვილს ასახელებდა. როგორც ირაკლი შენგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, ის საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს. ხარაგაულში სტიქიურ ზონად გამოცხადებულ სოფლებში ვითარება სულ უფრო და უფრო რთულდება. სოფელხემაღალსა და ღვერგში ყოველდღიურად ახალი ნაპრალები ჩნდება. მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, მეორე ნაწილი კი ღამეებს შიშით ათენებს. უკვე 2 თვეა სოფლის მაცხოვრებლები სახელმწიფოს ოფიციალურ პასუხს ელოდებიან ხალხს აინტერესებს რა ხდება სოფლებში და რა იწვევს მიწის დახეთქვას. მათი თქმით არსებობს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ გეოლოგები მუშაობენ, თუმცა დასკვნა არავის უნახავს. გეოლოგები ვარაუდობენ, რომ სოფლებში არსებული ვითარება რიკოტზე განხორციელებულმა არასწორმა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ბრალდებით ზესტაფონსა და სამტრედიაში ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი წარსულში ნასამართლებია. სამართალდამცველება ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი საცხოვრებელი სახლების ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჭხრეკისას 207 ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე, კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოში უკანონო თევზჭერის 488 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 223 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალების შემდგომში რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. იმერეთში უკანონო თევზჭერის 92 სამართალდარღვევაა დაფიქსირებული. ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 484 კილოგრამს გადააჭარბა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 თვეში პრევენციული ღონისძიებების შედეგად ჯამში ამოღებულია 1200-ზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 32 ერთეული თევზმახე, ეგრეთ წოდებული ოჩხი.